მოგესალმებით, ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ და დღეს ჩვენი სტუმარია 2007 წლიანი Kawasaki TR250. ალბათ ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ შეიძლება ადამიანს მოგინდეს ამ მოტოში იმ თანხის გადახდა, რაც მისი შეძენა დაჯდა. ჩამოყვანილი არის იაპონიიდან და მისი ფასი გახლავთ $3,800. თბილისამდე, რა თქმა უნდა, გამბაჟებით და ყველა ხარჯი, ყველა კითხვას დღევანდელ ეპიზოდში გავცნობ პასუხს, შეგვიძლია დავიწყოთ. მოკლედ 2005 წლიდან გადაწყვიტეს, რომ ძველი 60-იანების და 70-იანების დროინდელი სკრამბლერების ესთეტიკა ისევ გაეცოცხლებინათ. ამისთვის, რა თქმა უნდა, კვლევების შესაბამისად ჰქონდათ საკმარისი საბაბი, რომ ესე ეფიქრათ. მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო მაგ დროს და იაპონელებმა დაიწყეს აი ასეთი მოტოს გამოშვება. ძალიან ძველებური დიზაინით, ახლებური ყოველ შემთხვევაში ახალი მატერიით, იმიტომ რომ მკვდარი მოტოების გაცოცხლება, რა თქმა უნდა, არ იყო სანდო დიდი ძაზე და ასე შემდეგ და ეს ტენდენცია, რომ ცალსახად ჩანდა, რომ ადამიანებს მოწონდათ 60-იანების და 70-იანების ძველებური სკრამბლერის ვიზუალი, Kawasaki-მ აი ასე გადაწყვიტა, რომ შესულიყო ბაზარზე და წარედგინა ხალხისთვის 250 TR. უმარტივესი მოწყობილობა 250 კუბი, 1 ცილინდრი, კარბურატორული ძრავი და როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ დიდი სიცარიელი, ალბათ გაგახსენდებათ Ninja 250-ებში იყო ხოლმე პლასტმასებით იყო შეფუთული და ფარავდნენ, თორე რეალურად იქაც შიგნით დიდი არაფერი არ ხდებოდა. ჩამოვიდა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში და ამ მოტოზე გაკეთებული არაფერი არის, როგორც ჩამოვიდა, ისე დადის მისი პატრონი. აქ ელექტრონიკა დიდი არაფერი არ გვაქვს, იმის მოლოდინი არ გქონდეთ, რომ traction control და ABS-ი და მოწურების საწინააღმდეგო რაღაცები გექნებათ, ყველაფერი არის ძალიან მარტივად და ძალიან პრიმიტიულად და სწორედ ესაა ამ მოტოს მთელი მუღამი. იწარმოებოდა 2013 წლამდე და საინტერესოა ის ფაქტი, რომ აი ამ მოტოს შესახებ იაპონურის გარდა ან აზიური ენების გარდა განხილვას ან ტესტ-რაიდს ვერ ნახავთ. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, ეს მოტო იწარმოებოდა აზიური ბაზრისთვის, რაც ბუნებრივია, რომ აისახა იმაზეც, რომ სხვა ქვეყნებში ფიზიკურად ძალიან რთული არის ამის პოვნა. საქართველოშიც მე არ მეგულება ამის გარდა შეიძლება 1 ან 2 იყოს. როგორც ვიცი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც დიდად პოპულარობით ვერ სარგებლობს ეს სტილი, იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ახლა ვსაუბრობდით ზუსტად ამაზე, რომ საბურავი მაგალითად შეუძლებელია რომ იშოვო და იაპონიიდან მოხდა ამის საბურავის გამოწერა, რომელიც კაცმარიცის ჩამოვა თუ არა ჯერ ისევ გზაშია, იმედია ჩამოვა და მოკლედ ძალიან ნიშური პროდუქტია, რომელსაც ასევე ნიშური მფლობელი და მოყვარული ჭირდება. ეს არის ადამიანისთვის, ვინც ზუსტად იცის, რომ ამის ყიდვა უნდა. ეს ცემს ალბათ იმ კითხვას პასუხს, რატო შეიძლება ადამიანმა $3,800 გადაიხადო ამაში, როცა $3,800 თავისუფლად მოგივა, რა ვთქვათ, Ninja 400, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ყველაფერი ექნება, ულამაზესი პლასმასები და ასე შემდეგ. ეს მოტო არის ასეთი და ეს მოტო არ არის კონკურენტი $3,800-იანი 2020-2021 წლის ბაიკებისა. თქვენ ალბათ იკითხავთ და სად არის სათავსო? სათავსო ამ მოტოს სამწუხაროდ არ აქვს და გათვლილია იმაზე, რომ დამაგდეს ჩანთები, ამის ჩანთები გვაქვს, თუმცა გადაღებისთვის რა თქმა უნდა მოხსენით. ეს სავარძელი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ აშკარად საკმარისია იმისთვის, რომ თქვათ, ჩემი აღნაგობის და ზომაწონის 2 ადამიანი დაიტიოს ზედ ისე, რომ არ დაიტანჯონ პატარა გზაზე. ბათუმში თუ წახვალთ და ძალიან დიდ გზაზე და თურქეთში თუ გადახვალთ და არ ვიცი, აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, რომ შეწუხდებით. სავარძელი საკმაოდ რბილია, მაგრამ არა ისეთი რბილი, რომ გათვლილი იყოს ესე დიდ მოგზაურობაზე, თუმცა არც ისეთი მყარია, როგორიც სპორტებზე, როგორიც ჩვენ გვხვდება რა, 9 საათის სიარულის მერე ტრაკი რო გახome გაბრწყელებული, ეგეთი სკამი ნამდვილად არა. ტოპიდან დაწყებული, სამუხრუჭე სანათით დაწყებული, ციმციმები ორივე მხარეს, წინაც, უკანაც, აბსოლუტურად ყველაფერი არის ქარხნული. არ ვიცი ეს რამდენად ნორმალურია და არ ვიცი ამ მოტოზე რაღაცა ცვლილებებს აკეთებენ თუ არა და ისიც კი არ ვიცი საერთოდ aftermarket-ი რამე რო დაგჭირდეს თუ არსებობს და როგორ უნდა იშოვო. დანამდვილებით ვიცი რომ მოგიწევს იაპონიიდან გამოწერა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავუსვავ ხას, ეს მოტო არის საკმაოდ იშვიათი აზიური ქვეყნების გარეთ და შესაბამისად საბურავებიც როგორც გითხარით გამოწერილია გზაშია, მაგრამ ჯერ კიდევ მიჩურიტებით ველოდებით ჩამოვა თუ არა, იმიტომ რომ არის გამოწერილი იაპონიიდან. დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია მოტოეკიპირების მაღაზია ბოლაჯი, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ წლების განმავლობაში თანადგომისთვის. ბოლაჯი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ყველანაირი ბიუჯეტის ფარგლებში შეიძინოთ სერტიფიცირებული და რეალურად რომ მუშაობს ესეთი მოტოეკიპირება. თუ ვინმეს რამე დაგჭირდა, შეგიძლიათ მიაკითხოთ და მაქსიმალურად დაგეხმარებიან. მადლობა მათ და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აქტიურად უყურებთ ჩემ ვიდეოებს, რაც ძალიან მოტივაციაა ჩემთვის, რომ უფრო მეტი დრო დავუთმო ამ ყველაფერს. ესეც ჩვენი ულამაზესი Kawasaki 251 TR. პირველ ყოფილი სკრამბლერების ვიზუალითაა. სანამ წავალთ, მინდა რომ მოგასმენინოთ ძრავი. ჩემ Long GX-ს უფრო დიდი ხმა აქვს ვიდრე ამას. რა თქმა უნდა, ყველაფერი სტოკია, ანუ სტოკი მაყუთში აყენია, აი ამ რაღაცა სიგიჟის პარალელურად, რაც ახლა ქალაქში ხდება, შეგვიძლია რომ შვიდად ვიაროთ. იმის შიშის გარეშე რომ ვიღაც დაგვაჯარიმებს, დაწყებული, რა, მოკლედ ყველაფერი სტოკია რა. ამის არასტოკი რაღაცები არც არსებობს და ვერც იშოვი და აგერ აწერია კიდევაც Kawasaki მაყუთზე და არის უმარტივესი სისტემა, კარბურატორი 250 კუბი, 1 ცილინდრი, ჰაერით გაგრილება.
აი ხმა საერთოდ არა აქვს ზოგ ტრანსპორტზე ხო ვიძახით რომ ტვერსასრუტის ხმა აქვს რაღაცის ხმა აქვს ამას აი საერთოდ არაფრის ხმა არა რამოდენიმე თვის წინ ვიჯექი პირველად ალბათ 2 თვის წინ ვიჯექი პირველად ამ მოტოზე და აი პირველი რა შეგრძნებაც გამიჩნდა იყო რომ ანუ ვერაფრით ვერ მივხვდი რატო შეიძლება რომ ეს პერფორმანსი რაც ახლა მაგალითად ამ მოტოს აქვს გადაწონიდეს იმ სიკეთეებს რაც მაგალითად იგივე ფასში რომელიმე სხვა თანამედროვე რა თქმა უნდა სხვანაირი ვიზუალის არა ესეთი ნიშური და ნაკლები ხასიათის მქონე მოტოსგან მოგივა აი რა არის ეს ხასიათი რაზე ვლაპარაკობთ ანუ სპორტულ მოტოზე ყოველთვის განცდა რომ თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ ძალიან ლამაზი არის სპორტული მოტოები ყველას თვალში ხვდები ადამიანები მოდიან და გეკითხებიან რომ აი მაქსიმალური სიჩქარე რამდენი აქვს 100-მდე როგორ ჩქარდება და რაღაცნაირად მაინც რბოლასთან რა ვიცი ჭუჭუების დატოლებასთან რაღაც სხვანაირ ლაიფსტაილთან არის დაკავშირებული და ასოცირებული ამ მოტოს მთელი მუღამი სწორედ ეგ არის არავის არაფერს არ უმტკიცებ არც ვიზუალი არის ისეთი ბასრი და თვალის მომჭრელი და სუპერ თანამედროვე ეს სკრამბლერის დიზაინიც 60-იანი 70-იანი წლების სკრამბლერის ჩანასახში რანაირიც იყო სკრამბლერი იმისი გამეორება უფროა ვიდრე თანამედროვე დუკატის და თუნდაც რომელიმე სხვა ბრენდის სკრამბლერები თუნდაც ინდიანის FT არის იმათგან ბევრად განსხვავებულია ხო შეატყობდით როცა ვიდეოს დასაწყისში კადრები ნახეთ ესაა მთელი მუღამი ესაა არავის არაფერს არ უმტკიცებ შვიდა წყნარად ჩვენთვის დადიხარ აი ვინმეს რო ეკითხა რომ ერთ წინადებაში როგორ ჩაატევდიო აი ამ სათქმელს რომ ვისთვის არის ეს მოტო მე ალბათ ესე ვიტყოდი რომ რომელსაც არავისთვის არაფერი და სამტკიცებელი არ აქვს და უბრალოდ პერიოდულად ჭირდება რომ დაждდეს და წავიდეს და შეიძლება ხშირ შემთხვევაში ისიც არ იცის სად მიდის ან სად უნდა წავიდეს რომელსაც უბრალოდ უნდა რომ პერიოდულად მოტოზე დაждდეს და წავიდეს არც ის დიდი სიმძლავრე ჭირდება არც ბანზე აპირებს გასვლას და ჩაჭერას და უბედურებას არც რაღაცა განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს მოტოსგან ჭირდება უბრალოდ ის რომ არ გაფუჭდეს თუ გაფუჭდა მარტივად გაკეთდეს იყოს რაც შეიძლება სანდო ასე ვთქვათ დიდ გზაზე თუნდაც ყოველდღიურ მოხმარებაში მოკლედ ამ მოტოს ძირითადი ღირებულება არის მისი სტილისტიკა და ის განცდები რასაც აი ვიზუალური კმაყოფილებითაც მიიღებ და ეს არ არის მაინც და მაინც მხოლოდ რაღაცა ყოველდღიურ გადაადგილებაზე გათვლილი მოტო ამ მოტოსნაირ მე ხო ბევრი რაღაც შემოვიდა ჰანვეები და რაღაცები და იდეაში აი ესაა თვითონ ის ვისაც მე მეტნაკლებად სხვადასხვანაირად იმეორებენ ხოლმე აი ეს ძველებური სტილი და ძველებური ხასიათი ყველაფერში იგრძნობა მაგალითად გადასართავი ჩვეულებრივი საწვავის ავზიდან რეზერვზე რომელიც საერთოდ ვერ ხვდები რა საჭირო არის იმიტომ რომ რავი ეგ არის რა რამდენიც გაქვს მაგდენი გაქვს ხა რეზერვიდან დახარჯავ თუ იქიდან დახარჯავ რა მნიშვნელობა თუნდაც ის რომ აგერ სად გვაქვს ნახეთ საერთოდ სხვაგან გვაქვს დასაკოქი მოტოსი გასაღები არის შერჭობილი თირკმელში რაც ასევე იმეორებს იმ ძველებურ 60-იან 70-იან სტილს მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ დიდად ამ სტილის მოტოების მოყვარული აბსოლუტურად მესმის რატო ყიდულობს ხალხი ამ ბაიკებს და რაღაც ასაკში ალბათ ძალიან დიდი სიამონებით მეყოლებოდა მეც როცა ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა ესე დაბალ სავარძელზე ჯდომა გაკუზვების და წაკუზვების გარეშე სპორტისგან განსხვავებით რაც ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა მხრებში გაშლილი ვარ ძალიან კომფორტულად და კარგად ვზივარ აი ესე გაშლილი ხელებით მხრებში გამართული ფეხიც საკმაოდ კარგად მაქვს მოხრილი თუ ეს ვინმეს რამეს მოგცემთ იმიტომ რომ სულ მეორებ ხოლმე რომ მე თქვენ წახქმა შეძლოთ თქვენი სტანდარტის სიმაღლით დაწონით 180 სანტიმეტრი 70 კილოგრამი საკმაოდ კომფორტულად გრძნობ ამ მოტოზე თავს დაბალი მძღოლისთვის არის მისწრება იმიტომ რომ საკმაოდ დაბლაა სავარძელი აი ვიტყოდი რომ ძალიან დაბლაა სავარძელი ამიტომ იქნებოდა იდეალური ვარიანტი დაბალი მძღოლისთვის თუ ეს სტილი რა თქმა უნდა მოგწონთ ძირითადად პრობლემა ის არის ხოლმე რომ სულ მეკითხებიან რომ აი რამე ისეთი შეგვარჩევინე რომ თან დაბალი იყოს და თან სპორტული ვიზუალი კონდეს და სპორტული ვიზუალი არ აქვს მაგრამ მე მგონი ესაა მოტო რომელზეც რა ვიცი შედარებით კი არა ძალიან დაბალი ადამიანიც რავი ბიჭი გოგო ჩვეულებრივად დაждდება რა რა თქმა უნდა ეს 2007 წლის მოტო არის და აი აქსელერატორის გახსნისას ეს თავისებური რაღაცა ვიბრაცია გადმოდის სახელურზე ეს ალბათ ნაწილიც არის ამ ყველაფრის როგორც გითხარით მე არ ვარ დიდი ფანი აი ამ პროსტატის მასაჟორების მაგრამ ფაქტია რომ
ალბათ რაღაცა ნაწილი არის ესეც ამ სიამონების. მე პირიქით რაც უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს და რაც უფრო მეტად ვიქნები კონცენტრირებული მანევრზე, გზაზე, მოსახვევზე და ასე შემდეგ, უფრო ეგ მომწონს. თუმცა 1000-ნაირი ადამიანი არსებობს და ყველა აზრს და ყველა იდეას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის გემოვნების კუთხითაც ყველანაირ გემოვნებას აქვს უფლება, რომ ზოგს ეს მოსწონს, ზოგს ის და რავი, ვისაც მოგწონთ. საერთოდ არ მიკვირს, იმიტომ რომ მე ეგასაკი უკვე გამოვიარე, რომ გონია რომ მარტო სპორტია კაი ან მარტო სტრიტია კაი ან რაღაც. პრინციპში თავიდანვე არც არასდროს არ ყოფილვარ ეგრე და ყოველთვის ღია ვიყავი სხვადასხვანაირი ახალი გამოცდილებებისთვის, თუმცა რაც დრო გადის, მე უფრო და უფრო წმუნდები, რომ რეალურად შენი ფინანსები არ გიშვებს, თორე დიდი სიამოვნებით გეყოლებოდა ერთიც, მეორეც, მესამეც და რავი, თუ მაგალითად ყველანაირი არა, რავი, 2-3 სტილისტიკის მოტოს აუცილებლად იყოლიებდი რა. მაგაში არავინ არ შემეწინააღმდეგოს, ეხა ერთი ენდურო ვის არ უნდა რომ ეგდოს სახში. ჩემი და არა მარტო ჩემი მოტოების გაქვავებული სავარძლები ტრაქს რო გვიფრთხელებს ხოლმე და მე რო გადმოდიხარ და ბრტყელი, ისედაც ხო ბრტყელი ვარ და მე საერთოდ ბრტყელი რო ხარ, ანუ ეგ აქ არ არის რა, კომფორტული სავარძელია, საკმაოდ დიდი სავარძელია, გულისხმობ იმას, რომ სიგრძე საკმაოდ კარგი აქვს, უკან ეხლა ვერ ვიტყვი, რომ გზავრს მოისვავ და ამ მოტოს კუბატურა გეყოფა იმისთვის, რომ კომფორტულად ორმა იაროთ, მაგრამ ჯდომის კუთხით, ახლა სკუტერზე როგორც ისვავ ადამიანს უკან, მინიმუმ ეგეთი კომფორტი ახაც გექნება რა. ესეთი მოტოების მთავარი პრობლემა ის არის ხოლმე, რომ აი ამ custom ვიზუალებით და თუნდაც ძველებური 70-იანების, 60-იანების მოსკრამბლერო დიზაინების გამო ძირითადად იკარგება ხოლმე მგზავრის სავარძლის კომფორტი. აქ ეს პრობლემა არ არის, რაც ცოტა არ იყოს და გამიკვირდა, იმიტომ რომ ესეთ მოტოებზე სულ არის ხოლმე ეგ, რომ რაღაცა ტაბურეტკასავით ზიხარ და მოკლედ არ ასწორებს და აი აქ ძალიან ასწორებს. ჩემი ჩანთა რომლის გარშეც არსად არ დავდივარ, მთელი ჩემი კარიერა დევს ამაში. ეს რო დავკარგო, წაყვება ალბათ რა ვიცი, ძალიან ბევრი ტექნიკა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გქონდეს ისეთ ადგილას და ისე დამაგრებული, რომ არსად არ წავიდეს, ესე შეგვიძლია გადავიჭიროთ და არსად არ წავა. დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია მოტოეკიპების მაღაზია ბოლაჯი, რომელიც ძალიან დიდი მხარდამჭერი გახლავთ ჩემი არხის, რაც რეალურად წლების განმავლობაში მაძლევს და მაძლევდა საშუალებას, რომ ეს ვიდეოები მეკეთებინა. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის და სრული რეკომენდაცია ჩემგან, იმიტომ რომ ყველაფერი სეზონების და მიხედვით ყველა ფენა, რაც რამე მაცვია ხოლმე, არის ბოლაჯის პროდუქცია და შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ, დაგეხმარებიან შერჩევაში თქვენი ბიუჯეტის და თქვენი სურვილის შესაბამისად აარჩევთ სწორ სერტიფიცირებულ დაცულ მოტოეკიპირებას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ. რაც შეეხება მანევრულობას, რა თქმა უნდა, იმის გამო რომ სუბუქია და იმის გამო რომ კუბატურას პატარა არის, ძალიან ვიწროა, აი ტოვებს განცდას, რომ თითქოს ველოსიპედი არის ძრავზე. აი მართლა ეგეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს ველოსიპედზე ვზივარ და ფეხები აი ნახეთ რა ახლოს მაქვს და მუხლები რა ახლოს მიდის ერთმანეთთან, ანუ ძალიან გავს მართლა ველოსიპედით სიარულის შეგრძნებას. თუ რა თქმა უნდა რაღაცა დიდიდან გადმოждდებით. ეხლა მართლა ველოსიპედზე რო დაждდე, აი KTM-ებზე და ეგეთ მოტოებზე რანაირად ზიხარ, დაახლოებით ეგეთი ვარიანტია და თვლი რომ ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულად ხარ მაგის გამო. ქალაქისთვის ვიტყოდი რომ იდეალურზე იდეალურია, იმიტომ რომ საკმაოდ მოკლეა და ამ სიმოკლესთან ერთად არის საკმაოდ ვიწრო, რაც ტოვებს ზუსტად აი ამ სკუტერივით მოქნილობის საშუალებას და ყველაზე მთავარი რაც არის ის რომ ძალიან ცოტა სწვავს დამწყებისთვის განკუთვნილი ქალაქის მოტოა სუბუქ ოფროუდზე გადასვლის საშუალებით. არ ვიცი, აქ თუ გვექნება საშუალება, მინდა რომ გზიდან გადავიდე და უბრალოდ გრუნტზე ვიაროთ. რეალურად არ არის ეს თუნდაც საშუალო ოფროუდის მოტო, იმიტომ რომ მართალია ეგ დავინახეთ, რო თქვა სპიცებზე იყო, ეს ნემსებზე არის თუ შტირებზე, რაც ქვია და თითქოს რო შეხედავ, ხო, აი თითქოს გზიდანაც კარგად გადახვალ. კლირენსი არ არის ძალიან პატარა, ნუ ნორმალური სიმაღლეა ასფალტს და მოტოს კორპუსს შორის, მაგრამ მაინც ეს არის აი soft enduro რა, რაღაცა გზიდან გადახვალ. აი სკუტერით რო გადადიხარ გზიდან და პრობლემა რო არ გაქვს და ყველგან რო გაივლი, იმიტომ რომ დამყოლია, მოქნილია, სუბუქია, გემრიელია, აი ეგეთი ვარიანტი არის ესეც რა. რაღაცა განსაკუთრებულს ამისგან ვერ მოელი. სადღაც რო აი ვერ გადიხარ და იწვალებ და ბოლოს მაინც გაივლი და მოკლედ ენდურო ამას არ ქვია, მაგრამ ამ მოტოთი და ამ სიმძლავრით დამერწმუნებით რომ ბათუმში არავინ არ წავა ძირითადი გზით, ანუ ტრასით, რასაც ვეძახით ჩვენ ქართულ ჩვენი მასშტაბის ჰაივეის და რა თქმა უნდა რომ გენდომება რომ იარო ბექროუდებით, რომელიც არც თუ
თუ ისე ცოტა გვაქვს, რომლისთვისაც ცალკე რა თქმა უნდა დახაზული GPS გზები არსებობს, მე მგონი მოწყობილობებიც, რომლითაც პირდაპირ ყველანაირი დაერთებების და მობილურების და მაიმუნობის გარეშე არაფერი რო არ იჭერს, ის მაინც იჭერს და დადიხარ, შეიძლება ვიტყუები, შემისწორეთ ესეთი რაღაცა მაგ გაგონილი ყური მაგ მოკრული და თუ მართლა ეგრე არის ძალიან მაგარი რაღაცა ეს გამოდის quest-ივით გასართობი იმასთან ერთად რომ პლუს მოტოს მართვით ღებულობ სიამოვნებას და რეალურად ღებულობ საოცარი წვის მქონე არ მჯერა ეხლა რომ ეს 3 ლიტრზე მეც დაწვავს რა აი არ მჯერა Ninja 250 ცხო 250 არის და ისიც ხო კარბი იყო თავიდან და მე ინჟექტორულის გამოუშვეს და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს ბევრად უფრო ნაკლებს დაწვავს, თუნდაც წონის გამო, ბევრად უფრო მსუბუქად იგრძნობა ვიდრე ის მოტო რა. 125 კუბიანივით იმართება Ninja 250-თან შედარებით რა, Ninja 300-თან შედარებით ხო საერთოდ, ანუ ძალიან მსუბუქი მოტოს განცდაა. თუ კარგად დააკვირდებით, შეარჩევთ პატარა მიჟანგულ დეტალებს, ცოტა იქ რაღაცა აიდენტია, ცოტა რაღაცა, ცოტა იქით რაღაცა. ნუ 2007 წლიანი არის, 2005-დან გამოდიოდა თუ სწორად მახსოვს ეს მოტო. როგორც გითხარით, აი ამ მოტოთი უნდათ რომ გაეცოცხლებინათ უბრალოდ აი ის შეგრძნებები, რაზეც აშკარად იყო მოთხოვნა ბაზარზე, რაც იგრძნო Kawasaki-მ და ასე ვთქვათ, რაღაცა თავისი პატარა მცდელობა გააკეთა, რომ მოდი, აი ხო არ დავტესტოთ რა. იქნება კარგად წაიღოს, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა აი ამ ძველებურ სკრამბლერებზე და ასე შემდეგ. ნუ რაც რა თქმა უნდა იმათმა კვლევებიდან გამომდინარე ჩვენზე ბევრად კარგად იციან და ეს ინფორმაცია რო ქონდეთ, ამაში იხდიან ბევრ ფულს და ქირავენ ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას კიდე იმ აუთსორსზე იმისთვის, რომ ეს დატა მოაგროვონ რა არის რეალურად მოთხოვნადი და რაში შეიძლება დროის და ფულის ჩასხმა. ვერ ვიტყვი რომ ეს მცდელობა 100%-ით გამართლდა, ვერ ვიტყვი რომ ამ მოტოს გამოშვებით რაღაცა შეიცვალა დიდად და არ ვიცი, მე რომ თვითონ მომხმარებელი არ ვარ და დიდი მოყვარული არ ვარ ამ სტილის შეიძლება ამიტომ ამბობ ესე და რეალობა სხვანაირი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ბაზარზე, ანუ საქართველოში ამდენს ნამდვილად ვერ ხედავ ესეთი სტილის მოტოებს, რომ რაღაცა ეგ შთაბეჭდილება შემქნოდა, რომ აი ძველი დრო ბრუნდება და ეს ძველებური სკრამბლერების არის მოტოები მოდიან ისევ მოდაში. აი წინა ვიდეოში R3 გადავიღეთ იმაზე ბევრად რბილია, აი მართლა ველოსიპედივით იმართება, რაც უდიდესი პლუსი არის დამწყები მოტომოყვარულისთვის, იმიტომ რომ იმდენამეზე უნდა იფიქრო დასაწყისში, რომ ეს საფიქრალი მაინც გექნება მოშორებული, რომ აი ეხლა რას დავაჭირო და ასე შემდეგ. ეს სიჩქარის კოლოფიც არ გეგონოთ, რომ აი ძველი არის და ის ცუდად ხო არ მუშაობს. ჩვეულებრივად, აი ჩათვალეთ, რომ ძველებური ვიზუალის მქონე თანამედროვე მოტოა ცოტა უფრო მეტი ვიბრაციით რა. ეს არის ალბათ ერთ წინადადებაში, როგორც ჩავატევდი ყველაფერს ამ ბაიკთან დაკავშირებით. დაკიდების სისტემა, ამორტიზაცია უკეთეს ვინატრებდი, მაგრამ ნუ რა უნდა, რატო უნდა მოთხოვო ამაზე მეტი 2007 წლის მოდელს. 140 აწერია სპიდომეტრზე, მაგრამ მე ეჭვება რომ ეს მაქსიჩქარით წავიდეს, მაგრამ ალბათ 100-ით, 120-ით ჩვეულებრივად ივლის. კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მოტოთი უბრალოდ უაზრობა იქნება სადმე თუნდაც დასავლეთში ან სადღაც წასვლა, აი თუნდაც კახეთში წასვლა იმ 35 კილომეტრიანი ახალი გზით, იმიტომ რომ უბრალოდ ვერაფერს ვერ იზავ რა. რაღაცა ტოპ სპიდი რაც აქ უნდა დააკეცინო, ძრავი გასკდეს და დაждდე და ელოდო როდის ჩახვალ. ამიტომ ყოველთვის ვისაც ესეთი მოტო ყავს, ტკბებიან დიდად ესეთი უფრო ნაკლებად გაყვალული სასიამოვნო გზებით. ულამაზესი ბაიკია, აი ულამაზესი ბაიკია და საერთოდ არ მიკვირს, ვისაც მოწონს ეს სტილი, რატომაც მოწონთ. ამას რა თქმა უნდა ძალიან მოუხდება თავისებური ყავისფერი ტყავებით და ჩანთებით და შესაბამისი ჩაფხუტით შედგენილი აღჭურვილობა, რომელიც ბევრად უფრო ლამაზი იქნება ვიდრე ეხლა რაც მე მაწვია. მოკლედ, თავისებური სტილია რა, ლაიფსტაილი არის. სხვა ჟანრია, შესაბამისად ძალიან არასწორი იქნება ამის შედარება რომელიმე კონკრეტულ სხვა სტილთან, ისევე როგორც მაგალითად ენდუროს ვერ შეადარებს სპორტს. გამოგიტყდებით და დიდი სიამოვნებით ვითხოვებდი 1-2 კვირით და სადმე წავიდოდი და გავერთობოდი რა. ყველანაირი ზედმეტი საფიქრალის გარეშე უბრალოდ მოუწყდებოდი, სადმე წავიდოდი და გავერთობოდი, ვივლიდი არა თავარ გზებზე. მთელი მანქანით შემოვიდა.
ეს moto იაპონიის ბაზრისთვის უფრო სწორად ვთქვათ, აზიური ბაზრისთვის გამოდიოდა. ამიტომ არის რომ ამ motos ვერსად ვერ ნახავთ, არის ხოლმე რომ აი რაღაცა ტრანსპორტს ეძებდა, იმის ვერც რევიუს და ვერაფერს ვერ პოულობ, მხოლოდ იმის გამო რომ რეალურად ის moto იწარმოება ან ინდოეთისთვის, ინდური ბაზრისთვის, აი მაგალითად აი ეს რა არის კაცმა არიცის და რომ მოგინდეს მაგის ვერც განხილვას ნახავ და ვერაფერს. დაახლოებით იგივე ამბავი ხდება ამ კონკრეტულ მოდელზეც, მაგრამ ნუ პატარა განსხვავებით, იმ განსხვავებით რომ აუ ამ გაჭირვებაში და ამ უმოტოციკლეტობაში და ამ რაღაცა უაზრო მარაზმი ახალი ძველი კანონის ფონზე motos რო ხედავ გზაზე გონია რომ ის 2008 წელი არის და 7 წელი არის ტიპები ეგ ქუჩაში motos რო დაინახავდი და აუ ძმა რო გონია, ჩემი ძმა ხარ და ჩახუტება რო გინდა. რა უცნაურია, მაგალითად აუცილებლად დავდებ ცოტა ხანში ვიდეოს. ალბათ 4 შაბათს დაიდება ეგ ვიდეო, მეორე ნაწილი ამ რაღაცა სიგიჟე კანონის, რომელსაც არანაირი ახსნა და არანაირი ლოგიკა არ ახლავს თან. ხო და ეს არის მიზეზი, რის გამოც ამ motos განხილვას ინგლისურ ენაზე ან ევროპულ ენებზე ვერ ნახავთ. ეს moto თავიდანვე იწარმოებოდა აზიური ბაზრისთვის, აქეთ ამ მხარეს არც შემოსულა და თუ ვინმე ყავს არის აი ესეთი როგორ თქვა რა, მოყვარული კონკრეტულად ამ მოდელის, როგორც ამ motos მფლობელი პატრონი, ვინც გვათხოვა ეს moto, დიდი მადლობა მას. ვერ ვიტყვი რომ რამეს დავიწუნებდი, უბრალოდ მინდა რომ რაღაცა პატარა შეჯამებასავით გავაკეთო, აი რას შევცვლიდი, აი რა არის ისეთი, რაც უფრო მეტად მესიამოვნებოდა. საწვავის მოხმარება ძალიან კარგი აქვს. ნუ ვიზუალი ვისაც ესეთი სტილი უნდა, ესეთ პატარა კუბატურაში, აი საოცარი ვერსიაა და ძალიან კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ რეალურად სტარტერ moto მოგდის აი ესეთი ვიზუალით. აისახება ყველაფერზე, წონაზე, რა ვიცი, ეს კუბატურის სიმცირე ბუნებრივია, რომ იმას ნიშნავს ავტომატურად, რომ კი არის 200 კუბიანი motoები, 200 კილოიანებიც, არაერთი ვიცით სამწუხაროდ, მაგრამ საოცრად მარტივად სამართავი სტარტერ ბაიკი არის. დაუჯერებელი ვიზუალით თუ ეს სტილი მოგწონთ. აი რასაც შევცვლიდი, აი რასაც თქვა სიტყვაზე ვისურვებდი, რომ ცოტა უკეთესი ყოფილიყო, არის ალბათ უფრო მეტად რო შეგეძლოს გადასვლა off-road-ზე. თვითონ აქ გზაზეც კი იგრძნობა, რომ კაია, ცუდი ნაღდად არ არის, მაგრამ აი არ არის ისეთი, როგორიც მაგალითად ამ ვიზუალის motos უნდა კონდეს. აი უფრო კარგი დაკიდების სისტემა კიდე უფრო გააძვირებდა ალბათ და ნუ მივდივართ ფასთან. აი ცოტა ფასსაც შევამცირებდი, ეხლა ეს moto ვერ ვიტყვი რომ ძვირიანი motoა, მაგრამ ძალიან ნიშური არის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამ ფასად ალბათ რაღაცა სხვაც მოგივა, ნაკლებად ლამაზი და ნაკლებად ბრენდული, მაგრამ აი Kawasaki 250 T არ იქნება. საწვავის აუზს გავზრდიდი კიდე ცოტა უფრო მეტად, იმიტომ რომ თუ მე ამ motos მოვიაზრებდი იმისთვის რომ მაგალითად დიდ გზაზე წავიდე, ცალკე ავსებული აუზის motoზე მიმაგრება და იმითი ბენზინის დარება არ მინდა რა. ამის საწვავის აუზი რეალურად საშუალებას მოგცემს რომ ძალიან ცოტას წვავს და რავი არც თუ ისე ცოტას გაივლი 7-8 ლიტრი აქვს როგორც მახსოვს რეზერვის გარეშე. ამ ეკრანზე ხედავთ დეტალურად ინფორმაციას და რაც რეალურად საშუალებას მოგცემს რომ აი 2 ლიტრი, 2.5 ლიტრი რო დაწვა, გაივლი რა ვიცი 300 კილომეტრს. მოკლედ ცოტა უფრო მეტი გარბენი მესიამოვნებოდა full tank-ზე, როცა სავსე გაგსაწვავის აუზი, აი უფრო მეტის გავლა რომ შეგეძლოს იქნებოდა აი ძალიან სასიამოვნო რაღაცა დამატებითი კამფეტი რა. არც ხმაური შეგაწუხებთ, არც აი თახთახებს და არც ღრიალებს ზედმეტად, მიუხედავად იმისა რომ აი ნახეთ როგორია. ეხლა შეიძლება ხმა გესმით, მაგრამ მიკროფონში შემოსული ხმა შეიძლება გესმით, მაგრამ დამიჯერეთ რომ ეს ზღვაში წვეთიც კი არაა. ამპლიტუდას გულისხმობა, ანუ ხმის სიმძლავრით. ხასიათით შეიძლება გაავს იმ ხმას, მაგრამ საერთოდ არაა ხმა მაღალი რა. დიდი მადლობა მოტოეკიპირების მაღაზია რბოლაჯის, რომელიც დღევანდელი ეპიზოდის სპონსორი გახლავთ და ჩემი არხის ძალიან დიდი მხარდამჭერი. ამიწერეთ კომენტარებში რა motos განხილვა გინდათ რომ ნახოთ შემდეგ ეპიზოდებში. უსაფრთხო, უჯარიმო და სასიამოვნო გადაადგილებას გისურვებთ. დროებით.